გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. რუსთავი 2-ზე დღეს საქართველოს პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დებატებს გამართავენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია გაიმართება ფასების რეგულირებაზე. ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და იმედის მომცემი სიგნალის სახელმწიფო მდივნისგან მარკო რუბიოს გზავნილებზე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში. ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 16%-ით გაიზარდა. წლის პირველ თვეს ქვეყნის აეროპორტები 614,000-მდე მგზავრს მოემსახურა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკამელიას ახალი ბრალდება წარედგინება. მას სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან. დონეცკზე რუსების თავდასხმას ქალი და 10 წლის ბავშვი ემსხვერპლენ. პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სოციალისტური პარტია ქვეყნის რეგიონულ არჩევნებში დამარცხდა. იაპონიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურ დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსი მორგან მაქსვინი თანამდებობიდან გადადგა. პირველად ისტორიაში ოლიმპიადაზე ფიგურული სრიალის გუნდურ ტურნირზე საქართველო მეოთხე ადგილი დაიკავა. ხვიჩა ქვარაცხელია ტრავმის შემდეგ გოლით დაბრუნდა. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა თამაშის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთში გოლი გაიტანა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.